სწორედ ცრემლსადენი გაზის ზემოქმედებას უკავშირებს დემონსტრანტი ჯანმრთელობის პრობლემებს, თავბრუსხვევას, თავის ტკივილსა და გამუდმებულ ხველას, რომელსაც ამ დრომდე ვერაფრით უმკურნალა. ცოტა ხნის წინ გაიგო, რომ მსგავსი სიმპტომები აქციის ათეულობით სხვა მონაწილესაც აღენიშნება. 800 ადამიანამდე გამომეხმაურა Facebook პოსტზე, რომლებსაც აღნიშნული პრობლემები აწუხებთ. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მოვახდინოთ კოორდინაცია და საერთო სარჩელით მივმართოთ სასამართლოს. სამართლებრივი დავის დაწყებამდე კი სპეციალისტების შეფასებით იმ დემონსტრანტების სიმპტომების აღწერა და კვლევაა საჭირო, რომლებსაც ქიმიური მოწამვლის შედეგად სხვადასხვა სახის ჩივილები აღენიშნებათ. მონაცემებს ექიმები საკუთარი ინიციატივით უსასყიდლოდ აგროვებენ და სწავლობენ. არის ბევრი ადამიანი, ვისაც სისხლდენა აქვს, ვისაც ხველა აქვს ახანგრძლივებული, ვისაც აქვს თვალის პრობლემები, ვისაც აქვს მუცლის ტკივილები და ასე შემდგომ. ჩვენ გვინდა რომ ზოგადად შევაფასოთ ეს პაციენტები. ქიმიური საშუალებები დაზარალებულთა აღრიცხვა სპეციალისტებმა დეკემბერში წამოიწყეს და ინფორმაციის შესაგროვებლად სპეციალური კითხვარი შეადგინეს. იანვრის დასაწყისში ინტერნეტში ჩაშვებული ეს კითხვარი ამ დროისთვის უკვე ასეულობით დაზარალებულმა შეავსო. 300-ზე მეტი ადამიანი არის უკვე ვინც შეავსო ჩვენი კითხვარი და ამ 300-ზე მეტ ადამიანს ჩვენ დაუკავშირდებით, ვინც თანახმა იქნება რომ ჩაიტაროს უკვე გამოკვლევები